პრეზიდენტ პუტინის ყოფილი მრჩეველი 2009 წელს აჯამებს ანდრეი ილარიონოვი ამბობს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის მთავარი ეკონომიკური მოვლენა მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიციირებული ეკონომიკური თავისუფლების აქტი იყო. ილარიონოვის თქმით, ნაციონალური ეკონომიკის სტიმულირების მსგავსი დოკუმენტი ჯერ არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას არ მიუღია. ილარიონოვი რუსეთში წლის მთავარ მოვლენად კავკასიაში სამოქალაქო ომის დაწყებას აცხადებს. პუტინის ყოფილმა მრჩეველმა დღეს რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაც გაახმაურა. ილარიონოვის აზრით, ეს სხვა ქვეყანაში ომის დაწყების შესახებ კანონის მიღება. Ხონძიმე სიტუაცია ახლა ჩეჩნეთში, ინგუშეთში და დაღესტანშია. დაღუპული მოქალაქეების ოპოზიციის წარმომადგენლების რაოდენობა ყველა წინა მაჩვენებელს აღემატება. ის 5-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოსთან ომში ოფიციალურად დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობაა. შეიძლება ითქვას, ამ წლის მთავარი მოვლენა კავკასიაში ფაქტიურად სამოქალაქო ომის დაწყებაა. წლის მთავარი შედეგი თანაც ტრაგიკული ჟურნალისტების, ადამიანების უფლებების დამცველების, ადვოკატებისა და ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ ტერორის ახალი ტალღაა. ეჭვგარეშეა, რომ წლის ანტიგადაწყვეტილება არის კანონი, რომელიც მედვედევს რუსული ჯარისთვის ქვეყნის გარეთ გამოყენების უფლებას აძლევს. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს რუსული ჯარი საქართველოს წინააღმდეგ არაკონსტიტუციური გამოყენების ლეგალიზაციისთვის გაკეთდა. წლის ხუმრობა მედვედევისა და პუტინის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული განცხადება იყო. წლის მთავარი რევოლუციური წინადადება იყო სააკაშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილი ეკონომიკური თავისუფლების აქტი, რომელიც ხელისუფლების მიერ ნებისმიერი სახის ახალი გადასახადის დაწესების აკრძალვას გულისხმობს. დოკუმენტის მიხედვით ახალი გადასახადის შემოღება ან გაზრდა მხოლოდ რეფერენდუმით შეიძლება მოხდეს.